მოგესალმებით, ეს არის ბროები და ჩვენ ვიყოფებით აჭარაში და დღეს შემოგთავაზებთ vlogs. მოკლედ ვიგებთ დასაწყის და დრონი არის აპრენილი, კაბრიო გადახსნილი, კოსტას თავი ასეთი არის ჭვიალა და მიშა ცდილობს დაიჭიროს დრონი, რომელიც იმედია თავზე არ დაეცემა. მიდი ბიჭო. ნამდვილი გმირი ხარ მიშაში. ხოჩა. ხოჩა მიშა. იმედია მე გმირი არ ვარ, კოსტა არის უფრო, იმიტომ რომ თუ რამე თუ რამე კოსტა ყוდებოდა, ხო. კარგია, წავედით ახლა. გადავჭით დრონით დავიჭირეთ. მიდი არქი გამოიწერო, მუთხარი თავს. გამოიწერეთ არქი და მოიწონეთ ვიდეო აუცილებლად. შემოვედით ოთახში და დააკვირდით, რა საოცარი ხედი მოქვს აი. უბრალოდ შეხედეთ. საოცარი. უგამაზესი. 60-ია ჩვეულებრივ. უბრალოდ ხო არ ქვია Dreamland Oasis. მოკლედ ახლა ჩამოვედით და სამი ვართ რა და Hangover-ში რო არიან, ხო იცი? Full let the dog out. შენი ზაკი მე ვარ. ზაკი ხარ შენ? Bradley Cooper-ი არც ერთი არ ვართ. კოსტა შეიძლება ჯეკ ბლეკი და შუაში ჯეკ ბლეკი. ჯეკ ბლეკი არ თამაშობს, ჯეკ ბლეკი კი არა და ის საგალი ხამაგეთი? ხო მე ვარ. ეგ მიშა არის უეჭვე. ეგ უფრო ჩემი ის არის. კოსტა იყოს ის რომელი? ეს შემიჭირე. ის შავი დაგი. კოსტა ის არის, ის დენტისტი. დენტისტ ხო, ბაზარი არ არის, კი სათვალებიანი დენტისტი რო არის. და შენ რო ვიკარგები სულ რა. მე ვიკარგები ბაზარი არა, ეგ ვარ მე. მოკლედ გამოვედით ნომნიდან და დააკვირდით, პირდაპირ სასტუმროში არის აკვაპარკი. სადაც ჩვენ არ შევდივართ, ჯერჯერ ვათვალიერებთ. მთელი ეზო უნდა შემოვიაროთ და ნახე რა მხელა. ისრიალებთ? მე არა და. მე არ ვიცი. ხალხს მაგრამ გაუსწორდება შენი სირიალისთან. ხალხს გაუსწორდება, მაგრამ მე არა. აუ როგორი სილამაზეა ნახე. აგერ ხალხი თამაშობს ფრენბურთს. ჩვენ მსუქნებმა რა უნდა ვითამაშოთ, შანსი არ არის და დააკვირდი როგორი რომანტიკული ადგილია. აი იცი როგორი ადგილია? აი გოგოსთან რა უნდა იყო და არა ამათთან ეგეთი ადგილია. ხო. ნამდვილად დავეთანხმები. დააკვირდი ბიჭო იმენ. ეს და ვაიბია რაღაცნაირი. ბაუნტის რაღაც ხო, ბაუნტის რეკლამა. სერინებას ვაგრძელებთ და კიდევ ერთი აუზი გაიჩნდა. ანუ მეორე აუზია უკვე დასვნახეთ. აი დააკვირდით. კიდევ ერთი აუზი. ანუ აქ არის ჯერხმა ხელა სივრცეა და რამდენი აუზია უბრალოდ დააკვირდი რა. მიუზუმოთ, დავინახოთ კარგად. ძალიან კარგი ადგილია დასასვენებლად სხვათა შორის. ანუ როგორ დავდივართ, იცი, აი მოძრაობთ და აი creepy სასტავი რო არის, ხო იცი? აი ხალხს აკვირდება ასე ვათვალიერებთ რაღაცა, მაგრამ ძალიან ისე რაც გაუფლილები დავდივართ. სამი ოქრიანი ბიჭი ყველას უყურებს ეჭვის თვალით და ხო. და ყველა რაღაც აუზზე არის, ირუჯება რაღაც და ჩვენ საცმულ დახურული სიცხისგან შეწუხებულები დავდივართ. ჯინსში დადის. მე საერთოდ მაისური. იდეალური გადაწყვეტილება მივიღე, შავი მაისური და ჯინსი ჩავიცვი. ვერცა ძალიან სინელებაა. აი კიდევ ერთი აუზი დავინახე აქედან. ბიჭო, სათი ვაინ ჩავიდეთ წყალში აღგინდათ აი. აი ასეთი ძალიან დიდი ლამაზი უკარაგესი აუზია ჩვენი ოთახის წინ. დააკვირდით უბრალოდ რა სილამაზეა და რა მაგარი ადგილია. თან კონძული არის აი აქ. სადაც ხალხი ისვენებს, მინი კონძულებია. ო რა მაგარი. ჩავიდეთ ბიჭო, დავიღალე ცხელა. აბა მითხარი მიშა ყველაზე მაგარი pick-up line-ი. მსორთო. კოსტა აბა შენ გითხარი. მშობლების და ტერორისტების თემა გაწვეთილია, ამიტომ ისევ ღმერთს ანგელოს მივაწვეთ. ხო, და ეგ იმუშავებს შენი აზრით? არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ვიხალისებთ მაინც. ეს ხელი გაწიერწავს. აი ამით რომ მიდიხარ რა. და ღმერთი და ანგელოზე ვაპარაკები. ხო, აბა. ყველაფერი უნდა იყოს ურთიერთ გამომრიცხავი. ეგაა საინტერესო. ჩემი აზრით მიშას უფრო აქვს შანსი Toy Story-ს მაისტორით. მოკლედ სელაპები ჩამოვედით. წყალში არის ასეთი უმაგრესი ადგილი, კონძული ხმაურია უბრალოდ. ლამაზია. მიშა რა თქმა უნდა, აქაც კოდით არის.
კაი ადგილია ძალიან სპორტაშორის. ბიჭებისთვის მე მოხსახლა თამაში რა, რაღაც კითხვებს დავუსვამ და უნდა მიპასუხო და მოდი ცოტა გავერთოთ. მოკლედ ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან. მითხარით ის, რაც არ უნდა გააკეთოთ პაემანზე არაფერი. გოგოსთან გაყოთ გადასახდელი რა ანგარიში პაემანზე, გაგუნდათ არავის არ შემთხვევაში. ვეთანხმები? კაია. 50-50 არავით არ შემთხვევაში მაგრამ ეხავს. მოდი აბა მიშა შენ გითხარი. მე ვფიქრობ რომ მარტო შენზე არ უნდა ილაპარაკო და მაგას უნდა დავუთმო უფრო დიდი ხანი. ბაზარიერა. მოდი კიდევ ერთი კითხვა. მითხარით ყველაზე კარგი პაემანი რა არის? პირველი პაემანი. თქვენი აზრით აი გოგოსთვის კი არა. თქვენი აზრით რა არის რა? ჩემი აზრით ყველაზე მაგარი პაემანი პირველი პაემანი არის არა რესტორანში და არა კინოში. უფრო კარგად თუ გინდა რომ გაიცნო, ალბათ სადმე უნდა აიგულაოთ რა. წაიგულავოთში რას გულისხმობ? აი ისე ირნოთ, ილაპარაკოთ და ასე შემდეგ. ანუ თავარი არ არის რას შეჭამ და რომელ ფილმს უყურებ. ანუ თავარია კარგად გაიცნოთ ერთმანეთს. ძალიან ზოგადია, კოსტა შენ რას თუ გინდა რომ გოგო კარგად გაიცნო, პირველივე პაემანზე არ დააყოვნოთ და ექსტრემალური რაღაც გააკეთეთ. მაქსიმალურად ჩააგდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ თავისთავად გამოავლინოთ. ჩემი აზრით, აი ცოტა ისეთ ამას ვიტყვი რა. პირველ პაემანზე თუ გინდათ რომ გოგოსთან ცოტა გაუთავისდეთ და კარგად იყოთ ორივე და მორცხვად არ იყოთ, წადით და ორივე ბურგერი მივიყვით. ძალიან დიდი ზომის ბურგერი. როგორც კი ერთმანეთის წინაშე ძალიან დიდი ზომის ბურგერს მივიყვით, უკვე მან რაც კომპლექსები არ იქნება, არც სიმორცხვე არ იქნება, თან ილაპარაკებთ, თან სახე რომ მოსვლილი გავს. დამიჯერე ძალიან მაგარი რამე. მოკლედ წავედით კინოში, დღეს არის პრემიერა Fantastic Four-ის, ფანტასტიკური ოთხეულის. ვარ ჯერ საწოფში, ბათუმში, აი მოლში მივდივართ გრანდ მოლი რო გაიქცა, მათ ყოფილა კინოთეატრში ნამყოფები არ ვართ. არც მე და არც ბიჭები. აბა რა სულდებით, როგორი იქნება? რა ვიცი, წესი კაი იქნება. მოლოდინები კარგი. არ იქნება ძალიან კარგი, არ იქნება. ცუდი თუ არ იქნება, ეგ უკვე კაია მარველისთვის. სამწუხაროდ. ბოლო პერიოდში მარველი ცოტა ხო, ცოტა ნუ ნორმალური იქნება ეთლისტ. ეგეთი დღე დაუდგა სამწუხაროდ რა და ხო მე მაგრამ მინდა რომ კარგი იყოს თან პედრო პასკალის მაგრამ ევასება და ნახოთ რა რომ გამოვალთ შეფასება დავდოთ რამდენი კადრსაც გადავიღები ვანესა კირბი მივასება მაგრამ ასე რომ ბიჭო ვანესა კირბი ეხა მე გამიტანი ნუ ვანესა კირბი კი არა რა ვშ ხო რა რომ გამოვალთ აუ ჩემი იმ სხვას აგინებენ მე არა აი ერთი აგაცდეთ რო რა მაგარი კონტენტი იქნება სერიოზული კი მაგარი მოდი დავეჯახოთ რა შრება გადაიღე შეხედეთ ხო აი ვიდეო ჩავერთეთ და ორსამში ჭუბი და მოკლედ ბათუმში მანქანით თუ ჩამოდიხართ ნერვული სისტემა მოამზადეთ მოგალუგა ბათუმში კი არა ყველგან ეგრეა მოკლედ მოვედით კინოში და რა კარგი სივრცეა ძალიან მომეწონა ბათუმში გაკეთებული ძალიან კარგად არის ყველაფერი და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ სხვაგანაც გაიხსნება რეგიონებში სადგინა მიშა პირველი ლაუნჯში სადგინა რო გაიხსნას რა ასეთი სივრცე რომელ ქალაქში ჩხოროწყუ ზოგდიდში მეგრული სამგრევში გაიხსნა უეჭველი ზოგდიდში გვწირდება ასეთი რაღაც კახეთშიც რო დავდივართ ხშირად გვიწევს და ხო და თელავში რო გაიხსნას კარგი იქნება კი შემოვედით რა და რა ცუდა წელს კადრი კოკოს და გაწვა უკვე რასაც ხო და გადავიხადეთ 26 ლარი და მიშა ამბობდა ბიჭო რა ცვირი არის 26 რა ამბავი არისა ხო მეთქი ბათუმში რა ხდება ახლა იგი კინოთეატრი არის 26 ლარი რო გადავიხადეთ სხვათა შორის ძალიან კაი დარბაზია ძალიან მომწონს აი უფრო ამან იმას გავს სიმინას აი თითრებს რო დიდროს მოდი ვაჩვენებ ახალს აი თო შეაფასეთ სიჩუმეა ახლა რა ფეხებია შეხედე მოკლედ კაბისაც ვეძებდით მოლში მაგრამ ვერ ვნახეთ ჯერ პლეისმენტი არ გვაქვს მაგრამ უნდა გამოვაჩინოთ იმიტომ რომ ისე ცოტა აი აქ შეგვიძლია გააჩინე აქ აი აქა არა მოძრაო ხები ხო მაგდენ ანიმაციას ვერჩევს აი ბიჭო რა აი წინასწარ მოდი შეფასება რა 10-დან ამდე დაუწევ წინასწარ აი რას ფიქრობ ხო მოლოდინი რა მინდა რომ იყოს 8 10-დან არა და ფიქრობ რა იქნება რა 7 მე შენ 7 ისეთია რა არც 7 არის ისეთი რომ არც წვას და წოს და არ ჩამფიქს ან ნორმალური ფილმი გოა ეგა 7 მე ვფიქრობ იქნება ძალიან მინდა რომ 9 იყოს ძალიან მინდა კაი 8
7 მე-9. ნახოთ რა იქნება. სათვალო უნდა გავიგეთ. მოკლედ მოვედით ბინაში რა. ფილმი დასრულდა და მოდი ახლა შევაფასოთ სათაოდ. კოსტა, შენ დაიწყე რა. მოკლედ 7 ქულა ხო დავუწერე. დასაწყისში წინასწარ. ხო და არ ეკუთვნოდა 4 ქულას უწერ მაქსიმუმ საშინელება იყო ყველაფრით. გრაფიკითაც, აზრობრივადაც და ყველაფრით. მაგარ გამიქრა. მიშა. არ ვითანხმები. ოსტოს არ ვითანხმები. 4 ქულას არ დავუწერ. უნდა იცოდე რაზე მიდიხარ, Marvel-ზე მიდიხარ, Marvel-ს აქვს უკვე თუდად აქვს საქმე, მოკლედ. ხო და მაგიტომ ალბათ 6 ქულას დავუწერდი მე. პირდაპირ რო ვიყო, მეც არ მომეწონა, უკეთეს ველოდი რა, მართლა უკეთეს ველოდი, ცოტა გამიხსნა, იმიტომ რომ მაინც ფანტასტიკური 4-ეული ძალიან მიყვარს, პედრო პასკალი მეოსება, გალაქტუსისგანაც რაღაც უკეთეს ველოდი, თითქოს სპოილერების გარეშე მოდი ვილაპარაკოთ, რომ აი არც ექშენი არ იყო იმდენად დიდი. აი 6 კარგი ქულა არის. ანუ ნიშნავ თითქოს ისე შეაფასა მეგონა მეც იტყოდა, მაგრამ აი 6-ზე მეც ვერ დავუწერ ფიზიკურად. თან ვიცი Marvel-ს რა შეუძლია, რა გადაუღია, რა იყო. თან სუპერმენი ვნახე მანამდე რა და სუპერმენი ხო უკეთესი. სუპერმენი იყო მყარე 7-იანი. მყარე 7. მყარე 7-იანი. ხო. და ეს იყო ექშენი, რომელიც აი რეგულად იყო ლაგვა. ლაგვა ექშენი იყო. ხო და მე იცი რა მაინდა, თქვენ ის გასამახი? პირველი ის ფანტასტიკური 4-ეული. კი. რომელი ჯობია? ის თუ ეს? მაგ პირდაპირები ვიყო. ძველი არ ჯობს. ბიჭო, აი მაგას ფიქრობდი, აი რა გზა სასტუმრომდე. აი რა ვქნა და ძველი უფრო მირჩენია. მეც. Silver Surfer-იც უკეთესი იყო ძველში. კი. და კიდევ ბევრი რაღაც იყო უკეთესი. იმის თან ძველი, იმის კვალობაზე რომ ძველი არის. კი. ძალიან ფანებისთვის იყო ჯერ ერთი, ძალიან ფანებისთვის, იმიტომ რომ გალაქტუსი თუ არ ვიცი ვინ არის, ფრანკლინი შეშ თუ არ ვიცი ვინ არის, გალაქტუს რა შიმშილია უარდა ეგეთი. ხო, რაშია თუ. ხო, ახსნა რა. შენ მიწოდი საერთოდ გალაქტუსი. ხო, აი კოსტომ არის. საუზმეზე ჩამოვედით. ყავს ვიკეთებდე. მიშა იქით არის. კოსტას ძინავს მე მგონი. მოკლედ მიშამ შედარებით ჯანსაღად ეცადა რომ აიღო ჩემი ყოლა ვარაჯანსაღად გამოიყურება. ყავაც აქ არის და მე წავიდე ზღვაზე, ხო? ჩამოვედით ზღვაზე, უკარგესი, უსუფთავესი, ულამაზესია. იქიდან გამომდინარე რომ არ მინდა რომ დავიბლოკოთ მიშას სხეულს არ გაჩვენებთ, არც ჩემს სხეულს არ გაჩვენებთ და მოდი უბრალოდ დატყვით. სანაპიროთი სხვა ადამიანებით, რომლებიც კარგად არ ჩანს. სხვათა შორის ამ სასტუმროს აქვს private სანაპირო რა, ანუ ინდივიდუალური განკუთვნილი დამსვენებლებისთვის და ორი აქვს ასეთი, ერთი აქეთ არის და მეორე უფრო ისეთი რაღაც ძერსკობა არის აქეთ. ანუ სადაც ჩვენ ვართ, იმიტომ რომ ბროებიო ეხლა იქით ხო არ დაგაწვენთ ხო და მოკლედ მოვიდა ვახშმის დრო. მიშამ ჯანსაღად უნდა მივირთვაო. ვითომ და უდევს ძალიან შერეულად. მე და კოსტამ შედარებით ღორობა გადავწყვეტეთ და ხო, ჩვენ მივირთმევთ და მე რაღაც საინტერესო რაღაცაზე ვისაუბროთ. თქვენ კი მანამდე არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. ძალიან გავახარებთ. მოკლედ შემოვედით გასართობის სივრცეა, სადაც არის აქეთ ბილიარდი ამარი დაკავებულია. არის ულამაზესი კაფე, არის აქეთ ბოულინგი, არის აქეთ უკვე აკვაპარკი. მოკლედ ბიჭებისთვის მაქვს ერთი ასეთი თამაში რა. უნდა თქვან სუპერძალა, რაც ექნებოდათ, მაგრამ იქნება მაგრამ. სადაც მე უნდა გავაბათილო ეს სუპერძალა. აი რა თამაში არის, მიხვდებით ახლა დავიწყოთ. მოდი მიშამ დაიწყოს. სუპერძალა უნდა თქვა? ხო. Invincibility. ანუ გინდა რომ გამქრალი არ ხო? არა, ეს Invisibility არის. Invincibility, ანუ სერიალი არიცით? არა. ეს მულტფილმი. აა, ვიცი, ხო, ისა. Omni-Man. ვიცი, Omni-Man, ვიცი. ხო, აი ეს, აი ეგეთი მინდა რა, რომ ვიყო. დაუმარცხებელი გინდა. ხო, დაუმარცხებელი. კარგი, მოდი მოვიფიქროთ ახლა გოსტა მე და შენ როგორ გავაბათილოთ ეს. მაგრამ დაუმარცხებელი იქნები თვეში ერთი დღე. არა, თვეში ერთი დღე არა. აი თვეში ამან. 100 წელიწადში ერთხელ. არ მინდა მაშინ. რა გვინდა კაი გაცი. მიდი კოსტა შემშვი. ანუ გაბათილებას უეჭველი მოახერხებ BT.
მაგრამ აი გული და სულით მინდა შემეძლოს ფრენა. ფრენა? კი. ფრენა შეგიძლია, ხო? მაგრამ ყველა შეუძლია ფრენა. საერთოდ ყველა. ხო, მაშინ უკვე აზრი ეკარგება. მე მინდა რომ შემეძლოს ტელეპორტაცია. ტელეპორტაცია შეგიძლია, მაგრამ პირველ ტელეპორტაციის მერე ატომებად იშლები. ეს არ შემიძლია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემიძლია. შეგიძლია. მე უფრო იმას ვეთყოდი, აი, კარგი, მიშას პასუხიც კარგი იყო, მაგრამ ტელეპორტაცია შეგიძლია, მაგრამ მხოლოდ 1 კილომეტრის რადიუსში. არა, უყურე 1 კილომეტრის ტელეპორტაცია და მე ისევ 1 კილომეტრის ტელეპორტაცია კი არა. ტელეპორტაციის გამოყენება ერთხელ 1 კილომეტრის რადიუსში. საერთოდ რა პრობლემა. ჩემი უკეთესი იყო. კი არა. რა ვერ მიბათილებთ კარგად და შენ ბიჭო ეგ არ არის, ეგ ტყუილი არის, ყურე. ეგ არის. არა, გაჩე. მე ვთქვი ტელეპორტაცია შემეძლოს მე. ხო. ანუ მე რას ვთქვი ატომებად შეგიძლია, просто რომ არა, სულ შეგიძლია ტელეპორტაცია, просто სხვანაირად უნდა გააბათილო. მაგას ვიძახი. კაი. თუ მკლავ რანაირად შემიძლია, შეჩემ. კაი. მოდი, ტელეპორტაცია შეგიძლია, მაგრამ ყოველ ჯერზე 5 წელიწადით უფრო იხარ. ბებერი? ბებერი, ხო. ბაზარია. ეს კარგია. აუ როგორ ჭკვიანად გამოიყენებ და წარმოგიდგენია ჭკვიანურად, ანუ ძალიან საერთოდ არ გამოვიყენებდი. არა, გამოიყენებდი. აი, იქით-აქით წადი და ანუ 10 წელია. კარგი, მოდი, შემდეგი თამაში. ისაც ვითამაშეთ რა, 30 წამს შემიძლია დავასახელო ესა და ეს. ეგ ვითამაშო დავon მანქანის ბრენდებზე. მოდი მე დავიწყე. მე შემიძლია დავასახელო 30 წამში 5 მანქანის ბრენდი. 6 შემიძლია, არ გავრისკავ, თამაშმა მასწავლა რაღაცეები და არ გავრისკავ 6. კაი, მოდი მე 8-ს დავასახელებ. მე დავასახელებ ალბათ 10 იყოს. მე დავასახელებ მოდი 15-ს. ამიტომ რა ბიჭო. 30 წამში? 30 წამში კი. კაი, ბაზარი არა, დაასახელე აბა. 1 2 3 მიდი. BMW, Mercedes, Opel, Jiguli, Volga, Ford, Citroen, Renault, Porsche, Ferrari, Lamborghini, Bugatti, Koenigsegg, Pagani, კოჩარ. Opel, ოპელი თქვი. Moskvich. მასკუიჩი. Moskvich, რა ვიცი. ჯანდაბა. მოსკოვში რატო ჩამითვალეთ? 14 14 იყო და მოსკოვში ჩათვლით? არა, მოსკოვში ჩათვლით 15. დავასახელე 15. მოსკოვში არ არის, არ ჟიგული და არ Volga. ლადა. ლადაში შედის. ლადაშიც შედის მოსკოვში არა? არა. ეგრე არ ვერკვევი რუსულ მანქანას. არა, მოსკოვში თან ბევრად ძველია. მიდი ნახეთ ხო? ბაზარი არა. მოსკოვში ახლაც არსებობს და ახლა აკეთებს შინურ მანქანებს ყიდულობს და რებრენდინგს უკეთებს. ანუ ცალკე ბრენდია. ანუ მოიგე. ანუ მეცვლება 15-დან 15. გამარჯობა. 15-დან 15 დავასახელე პატიოსთან. და ჩვენ ვბრუნდებით თბილისში. დაში ვართ და მე უნდა წავიდეთ რუსთავში ავტოსპორტის გადაღებაზე. მოკლედ ჩამოვედით რუსთავში და პირველი დააკვირდით. პროსტა უბრალოდ შეხედეთ ამას. და ამას რო შეხედავ და მე გვერდზე გაიხედე. და გვერდითასაც შეხედეთ. ხო და კოსტა თქვი აბა რომელი გინდა? შენ რომელი გინდა თქვი? ორივე მინდა. არა, ერთი თქვი, ერთი. Ferrari. Ferrari? Ferrari. კოსტა ამ მანქანაში ალბათ ვერ ჩაჯდები, ვერ აზროს და ხელი მაინც შეეხლეთ. შეეხლე აბა. ხელი დაადი. მოდი ახლა მე დავიჭერ კამერას შეცდად. მოდი მეც უნდა შევეხო რა. თიც დავადებ ძმაო, ვის არის ეს მანქანა არ ეწყინება. ისურვებ პლოფეს გარს. მშვიდობიან მგზავრობას, კარგი ყოფილი ყავი, მეტი გეშოვოს. და თქვენ კი ამასობაში ჩვენი არხი გამოიწერეთ, იმიტომ რომ დილის კვირზე გავიგუძეთ. ეკუზე წამოვედით ბათუმიდან, ჩამოვედით აქ ახლა განსხვავებით შორის. უნდა დაიქოქოს ეს გადავნახოთ ალბათ ხმა. თუ დაიქოქა. თუ დაიქოქა რა, თუ დაქოქა. ისე არ მინდა გამიგო. თუ არ დაიქოქა მივაწვეთ. აფრენა საპირებს თუ რა. დაიქოქა უკვე. ეუ ბიჭო, ხმა ხო უნდა ქონოდა რამე. ელექტრო ხო არა, მაგრამ მე მგონი Ferrari-s ელექტრომობილი არ ხავს. არა, მე მგონია. თავს ვერ დავდებ. შეიძლება ისა ჩაახსნევინოს ხმები რაღაცები. ხო. იმ კანონის მერე. აი, მიშა კიდევ ასე მოსეირნობს. დაიღალა რაკნას. მუშაობთ და სხვაგზე არ გვაქვს რა.
აქეთ კიდევ არის მანქანები განლაგებული. კარგი. აი ბექსტეიჯი მიშას მუშაობის. ანუ გთხოვთ ამას დააკვირდით. ამას შეხედეთ. ეს მე მგონი არის ფორმულა 4-ის მანქანა. აქეთ ავენტადორი დგას საქართველოს დროშით. მერტა ჩემო. 64-ია ჩაოლები. აქეთაც დააკვირდით რა ხდება. შეხედეთ და აქეთაც დააკვირდით რა ხდება. მერტა. საოცრად. ავენტადორზე საქართველოს დროშა იდეალური მოხდება. აი ჯოჯოხეთური გამოხედვა. ძალიან მაგარი. რუნჯსაც. ძალიან მაგარი. ცხოვრებაში რა უნდა აკეთო? რა უნდა აკეთო, რომ ეს გყავდეთ? კანონიერა. კანონიერად დაგვიწერეთ კომენტარებში მეგობრებო, კანონიერად რა უნდა აკეთოთ, რომ რამე ეგეთი იცით? მოგწერეთ პირადად. ეხლა მოგწერე ნავთობი მოიპოვე და არ ითვლება. ჩამოვედით თბილისში, დიდხანი ვიყავით გზაში. აუგან, აბა რას ფიქრობ, ვლოგი როგორი? ვლოგი ძალიან კაი იყო, უბრალოდ გზა იყო ძალიან დამღლელი და ერთი სული მაქვს, როდის მივარწევ საწოვამდე. მე არ მგონია, რომ ვლოგი კარგი გამო. არა, გზა დამღლელი იყო. იცი რა არის, პირველი იყო და ამიტომ პირველისთვის რაღაცა სახალისოებიც იყო, საინტერესოებიც იყო, ხა პროფესიონალური ნაღდა არ ყოფილა, მაგრამ იქამდეც მივიღეთ. იმედია დაგვაფასებენ, რომ ვცდილობთ, რომ ყოველ და DJI Osmo Pocket 3-ს ვიკიდით და უფრო გამოსწორდებით. ჯერ ტელეფონით ვიღებთ და გავიწევთ მანქანა დაგვიჭერს. აბა კარგად იკავით, არქი გამოიწერეთ.